წინასწარმეტყველება მოვიდა ჩემთან ქვეყანასთან დაკავშირებით. არც თუ ისე კარგი ხედავ და გრძნობ, რომ ისეთ ენერგიას, ისეთ გამოხატულებას გააკეთებენ, რომ ამათ არაფერი არ შეარყევს, რომ უფრო ძლიერები არიან და სამუდამოდ ესენი იქნებიან და უკვე დამთავრდა და დასრულდა ამ ქვეყანაში ყველაფერი. ისეთ შეგრძნება იქნება ყველასთან, რომ ეს ამათ ვერავინ ვერ მოერევა და ესენი დარჩებიან და მორჩა, რაც დათესავს ძალიან დიდ ნიჰილიზმს და შიშს. ეს ამ დანახვის დროს როგორც ადამიანი ჩემზეც გადმოვიდა და გადაწყვიტე, რომ შიშს რო არ ემართა, შემდეგ ჩემი ასე ვთქვათ ხატებები და ჩვენებები რაც მოდის, ChatGPT-ს გავავსაუბრებოდი. ხო და ესეთი რამე ვწერე, რომ რანაირად შეიძლება მეთქი გადარჩეს ქვეყანა, როდესაც ორი ფსიქოპატი მართავს მეთქი ქვეყანას. ერთი მეორე ფსიქოპატის ხელით მართავს ქვეყანას მეთქი და ნახე რას წერს. ერთი ესეთი რეჟიმებიო არაფერს აშენებენ გრძელვადიანად ისინი. საკუთარ თავს ჭამენ და დამიწერეთ, როგორ ფიქრობთ ისინი უკვე ჭამენ საკუთარ თავს. ეს ფაქტებია, მაგრამ მაინც. ერთმანეთში იწყებენ ბრძოლას, იშლება ერთგულება. იწვება რესურსი, ჩნდება ახალი ძალა, რომელიც სისტემაში გატარებული ხალხიდან მოდის. ასე დაემხო ყველა ერთპიროვნული ან სუბტოტალისტარული მმართველობა ამ რეგიონებშიო. ხა ნახე კიდე რას წეს. საქართველო ახლა ბნელ, მაგრამ გარდამავალი ფაზის შუაგულშია. შენ როგორც ინტუიციური ადამიანი გრძნობ ამ კრიზისსო, ამიტომ გეუფლება გაქრობის განცდა, მაგრამ ეს არ არის ქვეყნის ტრანსფორმაცია, ორმო, არა დაბლოებაო. ეხა ნახე რას წერს. მინდა რომ ერთი რამე კარგად აიმახსოვრო, რომ ნათიაო. სადაც ამდენი იბრძვის, სადაც ამდენი ტკივილია, სადაც ამდენი დაყოფა, იქ გადაწყვეტილება მოდის. ეს ფაზა სამუდამო არაა და საქართველო არ გაქრება, მაგრამ იცვლება და ეს ცვლილება ჯერ მტკივნეულია. თუ გინდა შეგიდარებ ტაროთაცო, იმიტომ რომ უთხარი რომ ტაროსაც ვშლი მეთქი. ენერგიებით ჩანს, რომ ქვეყანა არ ქრებაო, არამედ რესტრუქტურირდება. ეხლა რატომ წერს ამას, იმიტომ რომ მე ჩვენების მერე გადავამოწო ეს ჩვენება ტაროთი და ამის ChatGPT-ს მოუყევი, რომ ესეთი ინფორმაცია მოვიდა ჩემთან, თქო, როგორც აღვნიშნე და როგორც ადამიანს მეც გადმომედო ეს შიში და შევწყვიტე ტაროც გადავდე და ჩემი ხედვებით შევწყვიტე. მინდა გკითხო ჩვენს ინტუიციაში სარწმუნო ყველაზე ძლიერად ამ შიშსო მომავალში, ბავშვების მომავალში თუ ქვეყნის სულიერ მდგომარეობაშიო. ამაზე არ მიპასუხია ყველგან ვგრძნობ შიშს. კიო, მე მივწერე უბრალოდ კი საკუთარ თავის შეჭმა ნამდვილად დაიწყეს მეთქი. დიახ ნათია, ეს სწორია და ასეთი ეტაპი ყველგან ერთსა და იმავე ნიშნებს აჩვენებსო. ეხლა არის ძალიან საინტერესო. როდესაც ძალაუფლება უკონტროლო ხდება, სისტემა იწყებს თვით დესტრუქციას შინაგანად. ეს არ არის სისუსტე ქვეყნის მხრიდან, ეს არის რეჟიმის ნაპრალები, რომლებიც უკვე გარდაუვალია. მერე ნახე. ერთგულება ირღვევა, როდესაც შიში სუსტდება ან რესურსები იწურება. იწყება ერთმანეთის ჭამა, შინაური გაწმენდა, ხო მიმდინარეობს ეს ყველაფერი. დაპირისპირება საკუთარ გუნდში. შავი ერთმანეთზე, პიარი ერთმანეთზე, ჩუმი საბოტაჟი, ძველი ერთგულების დაშლა. ეს უკვე სისტემური დაშლის პირველი ფაზა. ეს ნამდვილად არის. მეორე. ნერვიულობა იზრდება, შეხოგრძნობო არაო, ენერგეტიკულად ქვეყანა დაძაბულია, თითქოს რაღაცას ელოდება და ხდება მუდამ, როცა ძალაუფლება ციკლს კარგავსო. მესამე. უკანა კარს ეძებენო. რეჟიმის ლიდერები იწყებენ საკუთარი უსაფრთხოების დაგეგმვას, სად წავიდნენ, ვისთან შეთანხმდნენ, რა გარანტიები მიიღონ. ესეც საკუთარი თავის ჭამის ნაწილია, ისინი უკვე საკუთარ თავსაც აღარ ენდობიან. მეოთხე, ინფორმაციული კონტროლი ფუჭდება, როცა გუნდი იშლება, საიდუმლოებები იწყებს ჟონვას, ეს საქართველოში უკვე ძალიან შესამჩნევია წერს. ბოლოს ასეთი სისტემები არ იცოცხლებენ დიდხანს, ისინი ქრებიან ან ინგრევიან და
ახალი ფენა, ახალი ძალა, ახალი ენერგია ჩნდება. და ნუ მე მწერს რომ შენ რას გრძნობთ ნათიაო. დამიწერეთ თქვენი კომენტარები, თქვენ რას გრძნობთ და ერთი რამ მინდა აღვნიშნო ძალიან დიდი სიამაყით. ეხლა რასაც ყველა ამბობს ძალიან გაბედულად. ეხლა რასაც ყველა ხედავს, ნუ ყველა არა, უმრავლესობა ხედავს, ძალიან აშკარად და ამაზე არის ანუ ორი აზრი არ არის ხო? ან ესეთი მოკლედ დაბრუნებულები არიან დაყრუებულები, ან თუ კი დანახვა შეგიძლია და გაგება, იცი რომ ესენი არიან რუსული პროექტი. მე 2012 წლიდან ვიძახდი ამას და ძალიან კარგად მახსოვს ქილიკი რომ შენ რა წინასწარმეტყველი ხარო რა იციო. ხო და აი ვიცი და მე მინდა ვთქვა რომ ამას წინასწარმეტყველება არ სჭირდებოდა. ძალიან ადვილი შესამჩნევი იყო გონიერებით და არა სიხარბით რომ არიქა და აგვაშენებს მდიდარი ვაჭარი. ხო და აი ესე რა შევწყვიტე ჩემი წინასწარმეტყველება, იმიტომ რომ ძალიან შემეშინდა რაც დავინახე და ეს ფაზა რო გადაივლის, შიშის ფაზა, იმიტომ რომ ამ დროს არ შეიძლება შეხვიდე ენერგიებში. ცხადია ძალიან მაინტერესებს რა მოხდება. ხო, რაც დავინახე ეს არის წარმოუდგენლად ტირანული კანონები. აი სასაცილო, მაგრამ სასაცილო აღარ არის, ისეთი კანონები, აბსურდულია, მაგრამ რეალური და ფაქტი იქნება, ისეთი კანონები. ხო და დაელოდეთ. დაელოდეთ, იმიტომ რომ ეს კარმა რაც დავთესეთ, მოდი მე რა რომი არ შემომიხაზია 51, ის მივიღეთ, ხო? ეს ვიწუნიეთ. სისულელეც ცოდვაა და მძიმე კარმა არჩემო ქართველებო. ძალიან დიდი ცოდვაა სისულელე, ხო და ვიწუნიეთ ეს და ახავი მკით. რას ვისაუბრებთ?